რას აკეთებს ეს ბავშვი? კითხულობს? როგორ გამოვარჩევთ კითხვას სხვა მოქმედებებისგან? ძალიან მარტივად. ადამიანი დაწერილ ტექსტს უყურებს. თუ წიგნს კითხულობს, დროდადრო გადაფურცლავს. სულ ეს არის? ჩვენ გარშემო უამრავი ტექსტია. ჩვენ ცხოვრობთ ტექსტებით გაჯერებულ გარემოცვაში, ეპოქაში. ჩვენ გვხვდება ტრადიციული ნაბეჭდი მასალა, წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, გარეთ პლაკატები, აფიშები, სარეკლამო დაფები. ჩვენ უამრავ ინფორმაციას ვიღებთ ამ ტექსტებიდან. როგორ ვიღებთ ამ ინფორმაციას? ჩვენ ამ ტექსტებს ვეხებით. თითოეულ ტექსტთან შეხება არის სრულიად კონკრეტული, ცალკე აღებული მოქმედება. ამ დროს ტექსტი ზემოქმედებს კითხვაზე და მკითხველი ზემოქმედებს ტექსტს. კითხვა არის იმგვარი ურთიერთობა კითხველსა და ტექსტს შორის, რომელიც ადამიანში აზრების, ემოციების, წარმოდგენების დაბადებას იწვევს. ეს არის რთული, სინთეზური და კომპლექსური პროცესი. ტვინის კვლევები ცხადყოფს, რომ კითხვის დროს ადამიანის ტვინის ქერქის რამდენიმე ზონა პარალელურად აქტიურდება და ისინი სინქრონულად, კომპლექსურად მოქმედებენ. შესაბამისად, კითხვა არის აქტიური პროცესი, რომლის დროსაც მკითხველი ერთი მხრივ სიმბოლოებითა და კოდებით დაშიფრული ინფორმაციის დეკოდირებას ახორციელებს, ხოლო მეორე მხრივ ააქტიურებს რა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, ახალ აზრებს გამოიმუშავებს. კითხველსა და ტექსტს შორის ურთიერთობა უშუალოდ წაკითხვამდე იწყება და ტექსტის წაკითხვის შემდეგაც გრძელდება. ტექსტის წაკითხვამდე კითხველს უჩნდება შეკითხვები, ვარაუდები, მოლოდინები. ტექსტის კითხვის დროს კითხველი აქტიურად ფიქრობს, აზროვნებს. მას უჩნდება ახალი ვარაუდები, ის გადაამოწმებს ადრე ჩამოყალიბებულ ვარაუდებს. ის პერიოდულად შეაჯამებს წაკითხულ ტექსტს, სვამს ახალ შეკითხვებს და ეძებს მათზე პასუხს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კითხველი კითხვის დროს საკუთარ გამოცდილებას, გარემომცველ სამყაროს, სხვა წიგნებში წაკითხულ ინფორმაციას უკავშირებს მოცემული ტექსტის შინაარსს. კითხვის დასრულების შემდეგ კითხველი შეაჯამებს მთლიანი ტექსტის შინაარსს და პასუხობს წინა ეტაპებზე დასმულ შეკითხვებს. შეიძლება ითქვას, რომ კარგი მკითხველი შესაფერის უნარებსა და სტრატეგიებს იყენებს კითხვის დაწყებამდე, უშუალოდ კითხვის დროს და კითხვის დასრულების შემდეგ. თევზი რა არის ვიცით, ხო? თევზი რა არის? ანუ თევზი რა არის? როგორ ამიხსნიდი? აი შენ რო პაწაწუნა მეგობარმა კითხოს, თევზი რა არის? როგორ აუხსნი? წყლის ბინადარი, რას აკეთებს, როგორია? დაცურავს, როგორ გამოიყურება? ზოგი ფერადი. კითხვის შესწავლის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კითხვის мотиваცია. გასაკვირველია, წერა-კითხვას ბავშვები ყველაზე უკეთ მაშინ ითვისებენ, როცა სასწავლო პროცესში აქტიურად ერთვებიან. კითხვის мотиваციაზე ბევრი ფაქტორი ზემოქმედებს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია თემისადმი ინტერესი. ცხადია, თუ თემა მოსწავლეთათვის საინტერესოა, ისინი უფრო აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში. ასევე მნიშვნელოვანია ტექსტის სირთულე, წინარე ცოდნა, მკითხველის თავდაჯერებულობა, უსაფრთხო გარემო და ასე შემდეგ. ხანი რა არსება? რომელიმე თუ მჯდარა ცხენზე? ადეკვატური ტექსტის შერჩევა და მისი შინაარსის გარშემო ცოცხალი დისკუსიის გამართვა გაგება-გააზრების ძირითადი საყრდენებია. კითხვისას აღძრული ემოციების, შეკითხვების და შეხედულებების ინდივიდუალური თუ ჯგუფური ანალიზის დროს გაგება-გააზრება ხშირად უფრო სასურველ სიღრმეს აღწევს. თევზებით უყავს ვინმე სახლში? კითხვის სტრატეგიების გამოყენება წაკითხვამდე, წაკითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ საგრძნობლად აუმჯობესებს გაგება-გააზრების უნარს. კარგი მკითხველი თვითონაც ხშირად იყენებს მსგავს სტრატეგიებს ტექსტის წაკითხვის პროცესში. თქვენ ესე იგი ბევრი რამ გწოდნიათ თევზებზეც, ცხენებზეც ვიცი რომ კიდევ მეტი რამის თქმა შეგიძლიათ და თუ გაუგია ვინმე სამფაზიანი მოდელი გაკვეთილის მსვლელობის ერთგვარი უნივერსალური ჩარჩოა. ის ეხმარება მოსწავლეებს ინტერესით ჩაერთონ კითხვის პროცესში. უკეთ გაიაზრონ წაკითხული ტექსტი
და მიღებული ცოდნა ეფექტურად გამოიყენონ განსხვავებულ კონტექსტში, სხვადასხვა დავალების შესრულების დროს. ჩიქაში ყავდათ ესე იგი. გაკვეთილის დაგეგმისთვის გავიხსენე რა იციან მოსწავლეებმა და რა საჭიროებები აქვთ მათ. წინა გაკვეთილის თემა იყო წყლის ბინადრები. კერძოდ თევზები და მათი საარსებო გარემო. სად გინახავთ და საიდან გსმენიათ? მულტფილმიდან, ფილმიდან, რეალური ცხოვრებიდან? ამ საკითხების დამუშავების პროცესში აღმოაჩინეთ, რომ მოსწავლეებს განსაკუთრებით აინტერესებთ ზღვებისა და ოკეანეების უცნაური არსებები. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მათი ინტერესების გათვალისწინებით შემერჩია თემა. გამოიკვეთა, რომ ინფორმაცია მაინც და მაინც ბევრი არ გვაქვს მასე. მე მგონი საინტერესო იქნება გავიგოთ ხო, ბევრი რამ ცხენთევზას შესახებ, არა? სანამ გავიგებთ, მე გაგახსენებთ როგორ გამოიყურება და გაჩვენებთ ერთ ფოტოს ცხენთევზას გამოსახულებით. აი, ესე გამოიყურება. ესეთი გინახავთ? ესეთი შეფერილობა ქონდა? გაკვეთილისთვის მასწავლებელმა შეარჩია საინფორმაციო შემეცნებითი ტექსტი ზღვის ცხენთევზას შესახებ. განსხვავებული. აი, ყვითელი ფერი. ცხენთევზას მახასიათებლები ცნობის მოყარეობას აღუძრავს ბავშვებს, რაც კითხვის სწავლების დროს მოტივაციის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა. ესენი წინას არ გვანან. სხვა სახეობაა, შენ ესე გონია. შეიძლება ისე საინტერესო. გაკვეთილის გეგმაზე მუშაობის დროს გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი მიზანი. მოსწავლეებმა მოახერხონ ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზება ცნების რუკის გამოყენებით. შეძლონ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება მონიშნების გამოყენებით. გაიმდიდრონ საბუნებისმეტყველო და ზოგადი ლექსიკური მარაგი. მიღებული ინფორმაცია და ცოდნა გამოიყენონ ზეპირთუ წერით აქტივობებში. დასახული მიზნების მისაღწევად მასწავლებელმა რამდენიმე ეფექტური მეთოდი შეარჩია. ჩამოთვლა დაწყვილება გაზიარება, ცნების რუკა, ტექსტის წაკითხვა მონიშნებით და 3-2-1. ახლა ეს თირამ მინდა გთხოვოთ და მე თქვენ დაგირიგებთ ფურცლებს, წებოვან ქაღალდებს, რომლებზეც 5 წუთის მანძილზე მინდა რომ მოიფიქროთ მინიმუმ 3 რამ, რაც შეგიძლიათ რომ მითხრათ ცხენთევზას შესახებ. რა იცით, რა გსმენთ? მას შემდეგ რაც მოსწავლეებისგან მიიღებს სავარაუდო პასუხებს, მასწავლებელი სთხოვს მათ 5 წუთის განმავლობაში ინდივიდუალურად ჩამოწერონ სულ მცირე 3 რამ, რაც იციან ცხენთევზებზე. 5 წუთის შემდეგ კი გაუზიარონ თავიანთი ჩამონათვალი მეწყვილეს და იმსჯელონ მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ. ამ გაკვეთილს სამფაზიანი სტრუქტურა აქვს. წაკითხვამდე, კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ. როგორც უკვე ვიცით, სამივე ეტაპზე რამდენიმე მნიშვნელოვანი შემეცნებითი ქმედება ხორციელდება. პირველ ფაზაზე მნიშვნელოვანია კითხვის მოტივაციის გაღვივება. კითხვისადმი ინტერესი ხშირად ბუნებრივად არ აღმოცენდება. ამიტომ მასწავლებელმა საგანგებოდ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ყველა მოსწავლეში გააჩინოს სურვილი და ინტერესი წასაკითხი ტექსტისა თუ მასალის მიმართ. აბა როგორ არის საქმე? დავასრულეთ? დავასრულეთ? ძალიან კარგი. რაც გახსოვდა ჩამოწერა ყველაფერი. თქვენც დაასრულეთ? კარგით, მაშინ ახლა ესე მოვიქცეთ. წყვილებმა ერთმანეთს გაუზიარეთ, რა არის თქვენ ჩამონათვალში საერთო და რა არის განსხვავებული. რომ მე ჩვენ ერთობლივად შევაჯეროთ. მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში. ისინი ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ჩამონათვალს და მსჯელობენ მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ. ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. ამიტომ მოდით ესე მოვიქცეთ. ის რაც ახლა წყვილებმა გაუზიარეთ ერთმანეთს, რაც საერთო აღმოჩნდება, რასაკვირველია, თითო მოსაზრება მითხარით, რაც განსხვავებული იქნება, რა თქმა უნდა, ყველა ჩამომითვალეთ და მე შევეცდები, რომ თქვენ რაც იცით ცხენთევზას შესახებ, ყველაფერი ჩამოვწერო დაფაზე. და აი ნახავთ, რამდენი რამ შეგვიგროვდება, იმიტომ რომ ჩამოვიარე უამრავი ინფორმაცია გქონდათ დაწერილი ამ პატარა ბარათებზე. აბა დავიწყოთ, რომელი წყვილია მზად იმისთვის, რომ მოგვაწოდოს ინფორმაცია ცხენთევზაზე. აბა ელენე, დავიწყეთ. წყვილში მუშაობის დასრულების შემდეგ მასწავლებლის თხოვნით მოსწავლეები უზიარებენ იდეებს მთელ კლასს. თითოეული წყვილის პასუხებს ის თავად წერს დაფაზე ან დიდ ქაღალდზე.
ნუ საინტერესო მიგნება გაქვს ცხენთევზა. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეთა მიერ გამოთქმული ყველა მოსაზრება დააფიქსიროს. შესაძლოა ზოგიერთ მახასიათებელზე მოსწავლეებს განსხვავებული ინფორმაცია ჰქონდეთ. ამ მახასიათებლებს ისინი თავად ტექსტზე მუშაობის დროს დააზუსტებენ. სხვადასხვა ჯიშის არსებობს. სხვადასხვა ჯიშის არის. წაკითხვამდე ფაზაზე მოსწავლეები იხსენებენ რა იციან წასაკითხი თემის შესახებ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქტიურებენ წინარე ცოდნასა და გამოცდილებას. ერთმანეთზე საინტერესო და მოდით ახლა შევეცადოთ, რომ ეს ინფორმაცია რაღაცნაირად დავაჯგუფოთ, რომ უფრო მეტად გავიაზროთ. მას შემდეგ, რაც ყველა წყვილს მიეცემა საკუთარი აზრის გაზიარების საშუალება და გაკეთდება ჩამონათვალი, მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ქმნის ცნების რუკას. დავაჯგუფოთ ცნების რუკაზე. მნიშვნელოვანია, რომ ტექსტის წაკითხვამდე მასწავლებელმა გააცნოს ან შეახსენოს მოსწავლეებს ტექსტზე მუშაობის სტრატეგია. ჯერ გავიხსენოთ რა არის ცნების რუკა. მე ერთხელ კიდევ გაგახსენებთ. ეს არის სქემა, რომელიც გვეხმარება ინფორმაციის ორგანიზებაში. ანუ ასე სათითაოდ ქაოტურად ჩამოყრილ ინფორმაციას ახლა ჩვენ გავუკეთებთ ორგანიზებას, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო უკეთ გავიგოთ და გავიაზროთ ცხენთევზას შესახებ ბევრი რამ. აბა დავაკვირდეთ ახლა ყურადღებით და შევეცადოთ ამ ინფორმაციიდან ისეთი სახის ინფორმაცია დავაკავშიროთ ერთმანეთთან, რომელსაც და ერთ სათაურს მოვუფიქრებდით. ხომ არ შეიძლება რომ ასეთი რამ მოვაგროვოთ დაჩი. ცხენთევზას კუდი. ცხენთევზას კუდი რაში შეიძლება გავაერთიანოთ? ძილი როა და დახვეული. მაგას ეკლებიობა. გრძელი რომ არის და დახვეული. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიაა ცნების რუკა, რომელსაც ინფორმაციის ორგანიზებისათვის ვიყენებთ. ეხლა ჩვენ შევქმნით ცნების რუკას. და შევეცადოთ, რომ ეხლა გავაერთიანოთ ერთი და იგივე სახის ინფორმაცია. ის რომ აქვს ცხენს კუდი, რაში შეიძლება ჩავწეროთ? ცხენთევზას კუდი. ცხენთევზას გარეგნობა. ცხენთევზას გარეგნობა, როგორ გამოიყურება, არა? გადასარევია. მასწავლებელი პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელს მიმართავს. ის ჯერ თავად დაანახებს მოსწავლეებს, თუ როდის და როგორ უნდა გამოიყენონ ეს სტრატეგია. შემდეგ მათთან ერთად გამოიყენებს მას. ბოლოს კი მოსწავლეებს ამ სტრატეგიის დამოუკიდებლად გამოყენებას შესთავაზებს. ცხადია, ყველა ამ ეტაპის გავლას ერთი გაკვეთილი არ ეყოფა, მაგრამ ეფექტური დემონსტრირებით დაწყება და მართული პრაქტიკა აუცილებელი საფეხურებია. კიდევ რა გამოგრჩა? ესე იგი დავწერეთ, რომ ზოგიერთ ჯიშს დახვეული კუდი აქვს, არსებობს პატარაც და დიდიც, თქვენი გაადევნეთ თვალი, აბა ვნახოთ. ზოგს ეკლები აქვს, ზოგი ჰქავს ქანდაკებას, ყვითელი ან ფერადი, ბევრი ფერის არ გვხვდება, ფარფლი ზოგს აქვს, ზოგს არა. ინგლისურს გავს. ინგლისურ ეს გავს, კი ბატონო. კიდევ ნამდვილი ცხენის თავი აქვს. მე მგონი გარეგნობის შესახებ ამოვწურეთ ინფორმაცია. კიდევ რა შეგვიძლია? კვების შესახებ, რომ იკვებება ჭიაური. რა ჯერ შემახსენეთ ცნების რუკაში ამ როგორ დავასათაურო მისი კვების საკითხი. კვება, კი ბატონო. იკვებება ჭიაური. კი ბატონო. ანუ მოდით ჩამოვყვეთ ახლა თავიდან ბოლომდე ხომ არ გამოგრჩა რამე რაც არ შეგვიტანია ჩვენი ცნების რუკა. კარგი მოსაზრება შეგვიძლია რაც დავწერეთ ის წავშალოთ. ან როგორ შეიძლება რომ მოვნიშნოთ? პლუსი დავუწეროთ. კარგი, დავუწეროთ პლუსი. ცხენთევზას ზოგიერთ ჯიშს დახვეული კუდი აქვს. დავწერეთ? გვიწერია. ზოგიერთ სახეობას ეკლები რომ აქვს? წყალში ბინადრობსო? არ გვიწერია. ჯერჯერობით მინუსი დავწეროთ და მოვიფიქროთ სად შეიძლება ჩავწეროთ. ცხენთევზა იკვებება ჭიაღუებით. სხვადასხვა ჯიშის რომ არსებობს? ეს არსად არ დაგვიჯგუფებია. გარეგნობაში ჩავწეროთ? როგორ? დაწოლილი არც ეს თვისება ხომ არ არის შენი? თვისებაა უბრალოდ, რომ დაწოლილი არც ურავს. მოდი დავწეროთ. თვისება. დაწოლილი არც ურავს. და სწრაფად ურავს კიდე.
კი ბატონო, ნახეთ ორიცება უკვე ვიცით რომ დაწოლილი არ ცურავს და თანაც სწრაფად რომ ცურავს. აბა მომანიშნინეთ სად არის საწერია? ანუ კი ხო ვერ დამეხმარები, მომანიშნინე საწერია, აბა. მოდი მომანიშნინე. აბა არ ცურავს დაწოლილი. კარგი, მადლობ. მე კიდევ სად არის სწრაფად რომ ცურავს? კი ბატონო, დიდი მადლობა. აბა მინუს სად ვიპოვით კიდევ? წყალში ბინადრობს. ეს სად შეიძლება ჩავწეროთ? ცხოვრება. ანუ საცხოვრებელი რა? საცხოვრებელი ადგილი, საცხოვრებელი გარემო. ნახოთ, კიდევ ორი მინუსი აღმოვაჩინე მე, აბა. ტასო, რა ვაკ რა გვიწერია? ცნების რუკის შევსებით მთავრდება გაკვეთილის პირველი ფაზა, ტექსტის წაკითხვამდე. ამ ფაზაზე განხორციელებული აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება მათთვის უკვე ნაცნობი ინფორმაციის გახსენებასა და გააქტიურებაში. ეს ფაზა მასწავლებელს ეხმარება მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებაში და გაკვეთილის მიზნის დადგენაში. მოსწავლეების მიერ მათი წინარეცოდნის დემონსტრირების შემდეგ მასწავლებელი აფასებს, რამდენად კარგად ესმით მათ განსახილველი საკითხის არსს. და მოდით ახლა გადავიდეთ უკვე ტექსტის კითხვაზე. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ წაკითხვამდე ფაზისთვის დაგეგმილი აქტივობები არ არის საკმარისი წაკითხვის ფაზაზე გადასასვლელად. ასეთ დროს მასწავლებელმა უნდა მოიშველიოს დამატებითი ხერხები ან რესურსები იმისთვის, რომ წინარეცოდნა გაააქტიუროს. ეს შესაძლებელია გაკეთდეს ნაცნობ ფილმზე საუბრით, განვლის ზღაპრის შეხსენებით, რეალურ გამოცდილებაზე მინიშნებით, დამატებითი თვალსაჩინოების ჩვენებით, ან თუნდაც საკუთარ გამოცდილების გაზიარებით. ამიტომ, რაც უფრო ეფექტურად მოახერხებს მასწავლებელი ამის განხორციელებას, მით უფრო სასურველ შედეგს მიიღებს. მე თქვენ მოგიმზადეთ ტექსტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დაგაინტერესებთ და ამ თქვენს ინფორმაციას კიდევ უფრო გაამდიდრებს და საინტერესოს გახდის, მაგრამ შევთანხმდეთ, როგორი პრინციპით უნდა წავიკითხოთ ეს ტექსტი. მნიშვნელოვანია მასწავლებელმა მოსწავლეები მიაჩიოს კითხვის მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებას. დროთა განმავლობაში ისინი კითხვის პროცესში უკვე თავად მიხვდებიან, რომელი სტრატეგია, როდის და რისთვის გამოიყენონ. გავიგეთ, როგორ კითხულობთ? ვინმე შეკითხვა ხომ არ აქვს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ვეს მოცემულ გაკვეთილზე მასწავლებელმა შეარჩია ნიშნების დასმის ძალზე გავრცელებული სტრატეგია, რომელიც ეფექტურია ინფორმაციის ორგანიზების თვალსაზრისით. თუმცა შესაძლებელია შეირჩეს კითხვის სხვა სტრატეგიები, მაგალითად, კითხვა და გაგება წყვილებში, მოზაიკა, როლური კითხვა მცირე ჯგუფებში, ხმამაღალი კითხვა და სხვა. ძალიან ხილის ნიშანს ვსვამთ იმ წინადადების ბოლოს, რომელმაც ძალიან დაგვაინტერესა და კითხვის ნიშანს იქ, სადაც ცოტა ყურები ჩამოვყარეთ იმის გამო, რომ ვერ გავიგეთ რაღაცეები. ტექსტის კითხვით იწყება მეორე ფაზა, რომლის მიზანია პირველ ფაზაზე დაწყებული საქმიანობის ხელის შეწყობა და უკვე გაღვივებული ინტერესისა თუ იმპულსის შენარჩუნება. ამ ფაზის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა მოსწავლეებმა შეძლონ ახალი ინფორმაციის გაგება გააზრება. ამ ეტაპის მთავარი ამოცანებია, რომ მოსწავლემ ზერელედ კი არ გადაიკითხოს ტექსტი, არამედ გამოიტანოს კონკრეტული აზრები წაკითხული წინადადებებიდან და აბზაცებიდან. ამისათვის მან უნდა შეაჯამოს და აზრობრივად დააკავშიროს ცალკეული აბზაცები. წარმოსახვაში გააცოცხლოს აღწერილი დეტალები. ამოიცნოს მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია. პერიოდულად მოსწავლეს დასჭირდება ახალი სიტყვის მნიშვნელობის გამოცნობა ან დაზუსტება, რისთვისაც ლექსიკონი და სხვა დამხმარე საშუალებები უნდა გამოიყენოს. ზოგჯერ ხელახლა გადაკითხვა ან კითხვის ტემპის დაწევაც მოუწევს. მოსწავლე ყურადღებას აქცევს თუ რამდენად კარგად იაზრებს საკითხულს. თუ გააზრება შეფერხდა, მოსწავლე შეყოვნდება. მოსინჯავს კითხვის ამა თუ იმ სტრატეგიას და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელებს კითხვას. ცხადია, ჩამოთვლილი უნარები თანდათანობით ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება. თუ რომელიმე მოსწავლე კითხვას სხვებზე ადრე დაასრულებს, მასწავლებელი სთხოვს მას უკეთ გააზრების მიზნით კიდევ ერთხელ გადახედოს ტექსტს ან დაამზადოს ცხენთევზას ილუსტრაცია. მეორე ფაზაზე გამოყენებული აქტივობები ხელს უწყობს მკითხველს ტექსტის გაგება გააზრებაში.
ეს ეტაპი ერთგვარად შეამზადებს მოსწავლეებს გაკვეთილის მესამე ფაზის წარმატებით დასაძლევად, რომლის მიზანიც არის მოხდეს ძირითადი იდეების შეჯამება, ჩამოყალიბებული მოსაზრებების გაზიარება, უკვე მიღებული ცოდნის და კითხვის სტრატეგიების გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა იმგვარად დაგეგმოს წაკითხვის შემდგომ საფეხურზე განსახორციელებელი აქტივობები, რომ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ არაერთხელ მიუბრუნდნენ ტექსტს, ხელახლა წაიკითხონ, ან ხელახლა დაწერონ, რადგან რაც უფრო ხშირად კითხულობს ან წერს მოსწავლე ტექსტს, მით უფრო უკეთ და ღრმად იგებს და იაზრებს მას. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს და მასწავლებლის დახმარებით შეეცდებიან დააზუსტონ მათთვის ნაცნობი თუ გაუგებარი ადგილები, იწყება გაკვეთილის მესამე ფაზა. დავასრულეთ? ძალიან კარგი. აბა როგორ არის საქმე, როგორი ემოციები გაგიჩნდათ? მოგეწონათ ტექსტი? იყო ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია. თუ შეგხვდათ ისეთი, რაც უკვე გქონდა ჩვენ წინასწარ ნავარაუდები. კი ბატონო, ძალიან კარგი. მოდით ახლა მას შემდეგ, რაც ყველა დაამთავრებს ტექსტზე მუშაობას, მასწავლებელი სხვადასხვა ტიპის შეკითხვებით ცდილობს შეაჯამებინოს წაკითხული და დააზუსტოს, რა იყო მოსწავლეთათვის ახალი და საინტერესო, რა გაუგებარი და ასე შემდეგ. ვენიშნით უკვე ნაცნობი ან ცოტა. მასწავლებელი ცდილობს თითოეულ შეკითხვაზე პასუხის შემდეგ მიუბრუნდეს თავდაპირველად შექმნილ ჩამონათვალს და მოსწავლეების დახმარებით ჩაასწოროს ან ჩაამატოს ინფორმაცია. შეახსენებს მათ, რომ აქ თავმოყრილი გადამოწმებული ინფორმაციის მიხედვით ისინი საბოლოოდ დააზუსტებენ და შეავსებენ ცნების რუკას ტექსტის გააზრების შემდეგ. ცხენთევზას მეცნიერულად რა ქვია? ცხენთევზა იგივე რა ყოფილა ილია? ცხენი უცხული, ჰიპოკამპუსი. სახელწოდება თურმე ასე ითარგმნება. ნინა გისმენ? სანავი დედრი და გზადაგზა მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს განმარტონ, როგორ შეძლეს ძირითადი აზრებისა და დეტალების დადგენა ტექსტში. ამით მასწავლებელი ცდილობს მიაჩვიოს მოსწავლეები გააკონტროლონ საკუთარი აღქმის უნარი. ურჩხული რატომ არის? შენ როგორ მოსაზრება გაქვს? აბა ვინმე ილია, შენ ხომ არ გონია რატომ შეიძლება იყოს ურჩხული? უცნაური გარეგნობა რომ აქვს შეიძლება მაგიტომ. რატომ შეიძლება ცხენი ურჩხული ერქვას? გარეგნობის გამო დაჩი გვეუბნება პირველ რიგში. კიდევ გიგი. შენი აზრითაც გარეგნობის გამო შეიძლება. კარგი. შეიძლება იმიტომ რომ ესა ცხენის სივრცეში რომ არსებობს ის ურჩხულები, რაღაც უცნაური ქმედებები იმათთან ერთად ცხოვრობს. რა? შეიძლება ისე რა უცნაურია, მაგაზე არ მიფიქრია. ტექსტში მოცემული ინფორმაციის მიხედვით ჩამონათვალში გაკეთებული ჩასწორებებისა და დამატებების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დააკვირდნენ ცნების რუკას. მასწავლებლის დახმარებით ბავშვები ცდილობენ ავტორის მიერ გადმოცემული დეტალებით შეავსონ და ჩაასწორონ წაკითხვამდე ჩამოწერილი ინფორმაცია. ამგვარად ცნების რუკას საბოლოო სახეს აძლევენ. რუკაზე როგორ დავაჯგუფეთ ეს ინფორმაცია და დავახარისხეთ, ხედავთ? ის რაც ქაოტურად ქონდა ჩამოწერილი, ახლა ჩვენ შეგვიძლია რომ ორგანიზებულად დავიმახსოვროთ. ანუ როგორ გამოიყურება, რა თვისებები აქვს, რამდენი სახეობა არსებობს თურმე, როგორ იკვებება, საცხოვრებელი გარემო სადა აქვს და როგორ მრავლდება. მე მგონი ყველას დაამახსოვრდა უფრო დეტალურად ამ ცნების რუკის დახმარებით რა. ამ გაკვეთილზე ნაჩვენებია ცნების რუკაზე მუშაობის მოდელი, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ცდილობს შეავსოს სქემა. ანუ ეს არის სწავლების დროს მასწავლებლიდან მოსწავლეზე პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მეორე ეტაპი. ამ დროს მასწავლებელი აგრძელებს მოდელირებას, სვამს კითხვებს, კარნახით და რეპლიკებით ეხმარება მოსწავლეებს დავალების შესრულების პროცესში. როგორც ვიცით, შემდგომ ეტაპზე დავალების შესრულებისას მოსწავლეები უფრო საკუთარ თავზე ხდებიან დამოკიდებული ვიდრე მასწავლებელზე. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ამ გაკვეთილზე მასწავლებელთან ერთად
კარგად გაიაზრებენ ცნების რუკის შექმნის პრინციპს, მომდევნო გაკვეთილებზე უკვე თავადაც შეძლებენ მის შექმნას როგორც ჯგუფში, ისე ინდივიდუალურად. საინტერესო ახალი ან თუნდაც ძველი ინფორმაციიდან გაკვეთილის ბოლო შემაჯამებელ ეტაპზე მოსწავლეები ასრულებენ წერით დავალებას. მასწავლებელი სთხოვს მათ გაიხსენონ და ჩამოწერონ. 3 რამ, რაც ახალი იყო. 2 რამ, რაც ყველაზე მეტად დააინტერესა და 1 შეკითხვა, რომელიც გაუჩნდათ ტექსტის გაცნობის შემდეგ. მათ შეუძლიათ იმუშაონ როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში. მესამე ფაზაზე კითხვისა და წერის ინტეგრირება ერთ-ერთი საკვანძო ამოცანაა. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ საუბრისა და წერის გზით გამოხატონ ტექსტის წაკითხვის შედეგად აღძრული შთაბეჭდილებები და მოსაზრებები. მოდით ახლა შევეცადოთ, რომ გავაკეთოთ პრეზენტაცია. ვის აქვს სურვილი გაგვაცნოს 3 რამ? წერითი დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას. ერთი თვალი წინ მხედავს მომართი. აი, ეს იყო შენთვის ყველაზე საინტერესო. მამს ჩანთავ. კი ბატონო, დიდი მადლობა. ახლა დაპირებულ ფილმს გაჩვენებთ. მოდით დროებით ჩვენი ცნების რუკა დაფაზე მოვათავსოთ, შემდეგ კლასში მივუჩინოთ ადგილი და მე გაჩვენებ ძალიან საინტერესო ფილმს ცხენთევზების შესახებ. მასწავლებელი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს აჩვენებს მცირე ზომის ვიდეო ჩანაწერს, სადაც ნაჩვენები იქნება სხვადასხვა შეფერილობისა და სახეობის ცხენთევზები, ასევე მათი ცხოვრებისა და გამრავლების წესი. თავი ნამდვილად ხარს უკავს, ხო? ეს სხვა სახეობა, ეკლებიან. ესეც ჩვენ დავაზუსტეთ ინფორმაცია და ეკლებიც ქონია, ხო? პატარა ცხენთევზები დაიბადნენ. აი, პატატონები და მოგეწონათ? ამგვარად, კითხვის პროცესის 3 ფაზაზე განვრცობა რამდენიმე მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანის შესრულებაში გვეხმარება. ერთი, რომ მოსწავლეები მოტივირებულად იწყებენ საკითხის შესწავლას, ინტერესით ეცნობიან ტექსტს და წაკითხვის შემდეგაც ინტერესით ცდილობენ ცოდნის გაღრმავებას. ასევე ისინი მიზნობრივად იყენებენ კარგი მკითხველისათვის დამახასიათებელ უნარებს და სტრატეგიებს. აქტიურად ცდილობენ დაუკავშირონ ახალი ინფორმაცია საკუთარ გამოცდილებას და რეალურ ცხოვრებას. არ კმაყოფილდებიან ზედაპირული გაგებით და ცდილობენ წაკითხulis შემდეგაც გააგრძელონ შინაარსის გააზრება, ინფორმაციის დახარისხება და ცოდნის განმტკიცება. საშინაო დავალებად მინდა გთხოვოთ, რომ იფიქროთ იმ შეკითხვებზე, რომელიც გაგიჩნდათ, შეეცადოთ, ვისაც დაებადა შეკითხვა მოიძიოს. ცხადია, ამგვარად დაგეგმილ გაკვეთილებში ჩართულ მოსწავლეებს უფრო მეტი სურვილი, ინტერესი უჩნდებათ კითხვის მიმართ და თანდათანობით კარგ მკითხველებად ყალიბდებიან. ამ თემებზე მუშაობას. ძალიან დიდი მადლობა, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.